მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. ფოთის ადგილობრივი ტელევიზია მე-9 ტალღის დირექტორი და საქართველოს რეგიონალური მაუწყებელთა ალიანსის თავმჯდომარე გია სალია 13 დეკემბერს ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის გადაღების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო 1000 ლარი დააჯარიმეს. როგორც გია სალია ყვება, მას დღეს ფოთიდან ზუგდიდისკენ გადაადგილებისას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა. გაჩერება და მანქანიდან გადმოსვლა უბრძანა, რადგან მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული. ეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს საპროტესტო აქციაზე ავტომობილით გადაადგილების გამო მედიის დაჯარიმების პირველი და საგანგაშო შემთხვევაა და მას როგორც გავაპროტესტებთ, ისე გავასაჩივრებთ. აცხადებს მაუწყებელთა ალიანსის და ჯერ-ის დირექტორი ნათია კუპრაშვილი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით. რამდენად იცოდნენ, რომ საუბარია მედიაზე და ავტომობილში მსხდომი პირები პროფესიულ ვალდებულებას ასრულებდნენ და მსვლელობის ვიდეოს იღებდნენ და ასევე რამდენად ადასტურებენ დაჯარიმების და მანქანის ძებნაზე გადაცემის ფაქტს. უწყებაში გვითხრეს, რომ ვიდეო თუ გაქვთ რა დადასტურება გინდათ და აქვე დაგვპირდნენ, რომ დეტალებს გადაამოწმებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ. ჩვენ უწყებისგან პასუხს ველოდებით. ერთი წუთით რომ მითხრათ, ახლა ესე იგი ჩემი მანქანა რომ მონაწილეობდა ზუგდიდში რომ მიუყვებოდი აქციის მონაწილეობს, ხო? მანქანა არის ძებნაზეა გადაცემული, იმიტომ რომ მე 13-ში მიუყვებოდი მე მიუყვებოდი აქციის მონაწილეები რომ დადიოდნენ იმის, ამიტომ ძებნაზეა ჩემი მანქანა გადაცემული, ხო? მონაწილეები, თქვა ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობდა. ხო, ნუ მე გეუბნებით რომ ეს იყო აქცია საპროტესტო, მე ტელევიზიაში მუშაობ, გეუბნებით მე-9 ტალღის ხელმძღვანელი ვარ ფოთის. მე მიუყვებოდი ამ კოლონას, რომელიც მიდიოდა ამის გულისთვის მაკავებ, ხო? არ გაკავებთ. მოძრაობის წესების დარღვევაზეო შეუდგინეთო საჯარიმო ტაბულაში წერია. არის ესე იგი ამისთვის მაჯარიმებთ ამის გამო რომ იქ მე მიუყვებოდი იმ აქციის მონაწილეებს, ხო? წერია ტაბულაში. ხო, ასე გადმოგცეს თქვენ. კარგით, უარეთ ახლებით შეგიძლიათ გაასაჩივროთ. უნდა ვეთახვები, ხო? კი ბატონო. ეს ვადაში 10-ის ახალციხეში უკვე მე-4 დღეა, რაც მოთოვა. ადგილობრივები გვეუბნებიან იმის გამო, რომ საავტომობილო გზები სათანადოდ არ არის გაწმენდილი, გადაადგილება უჭირთ. ამ დრომდე გაწმენდილი არ არის ტროტუარები. გეგმავენ თუ არა და როდის საავტომობილო გზების და ტროტუარების გაწმენდას. ახალციხის მერიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საავტომობილო გზების წმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ახალციხის მერია დილიდან არ გვეუბნება თუ რამდენი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული გზების გაწმენდისთვის. ასევე უცნობია გამოაცხადეს თუ არა სამუშაოებისთვის ტენდერი და ვინ უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას. ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ვერ ვიპოვეთ. შესაბამისად, მერიას ვთხოვეთ სატენდერო კოდი ან ხელშეკრულება მოეწოდებინა. მათგან ამ ინფორმაციას მიღებასაც ველოდებით. ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ დროისთვის ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა გასუფთავებულია. აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით მერიამ გასულ წელს ერთი თოვლის მწმენდი მანქანა იყიდა. ხოლო როგორც მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ზაფხულში გვითხრა, მათ დამატებით კიდევ ერთი თოვლწმენდი იყიდეს. ახალციხეში 20, 21 და 29 დეკემბერს სახალხო ღონისძიებებზე მომღერლების ვინაობა ცნობილია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით 20 დეკემბერს ნუცა ბუზალაძე 18,000 ლარად და მირზა მოდებაძე 8,000 ლარად იმღერებენ. 21 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ზუკა ხუციშვილს 10,000 ლარს გადაუხდიან, ხოლო 29 დეკემბერს ნიკოლ შოუ 5,000 ლარად იმღერებს. ჯამში მომღერლების დაქირავება ადგილობრივ ბიუჯეტს 51,000 ლარი დაუჯდება. აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში ნაძვისხის ანთება 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. 14 დეკემბერს ნაძვისხის ანთებას გეგმავდნენ თბილისშიც, თუმცა მოსახლეობის პროტესტის ფონზე ღონისძიება გადაიდო. ნაძვისხე დღეს ღონისძიების გარეშე აინთო. თბილისში და საქართველოს რეგიონებში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. ბაბუას არასდროს ერქმევა ჯედუშკა. ქოცებო, ზღაპრების მოყოლაში ვერ გვაჯობებთ. ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს მეტრო რუსთაველიდან პარლამენტისკენ ბებიებისა და ბაბუების მსვლელობა მოეწყო.
მე ვარ ბენჯამენი. შვილი მყავს ფრანკლინი. მე მგონი ყველაფერი ნათქვამია. მე სადაც დგავარ, იქ ვიდგები. სანამ პირში სული მიდგას. ქვეყნის ევროპულ მომავალს არ დაუთმობ უზურპატორებს. ამერიკაში შეშფოთებას გამოხატავენ ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების თაობაზე. ცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. ვაშინგტონი აგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და თბილისში მომხდართან დაკავშირებით მწვავე განცხადებების გაკეთებას. აქ ვარ, რათა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც თანდათან უარესდება. მშვიდობიანი პროტესტის გაკონტროლების მიზნით მთავრობამ საპასუხო სასტიკი ძალა გამოიყენა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების მიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა, მედიისა და აქციების ორგანიზატორთა სამიზნეში ამოღება. მათ არა მარტო ძალა გამოიყენეს ხალხის დასაშლელად, არამედ ადამიანებს დევნიდნენ საკუთარ სახლებში, ცემდნენ და აკავებდნენ. ეს არ არის დემოკრატია. This is one of those countries that has not been able to get. ქვეყანა მათ შორისაა, ვინც ბოლომდე ვერ მოიცილა რუსეთის გავლენა. რუსეთის იმპერიის საჩრდილები საქართველოში ჯერ კიდევ დარჩა და ეს ყოველივე აისახება იმ მოვლენებზეც, რაც დღეს იქ ხდება. ტაქტიკა, რომელსაც მთავრობა იყენებს, რუსულია. ის მოიცავს სისასტიკესა და წამებას, დაკავებებს, ყველაფერს რისი მოწმეც ძველად საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. Well, I'm concerned about what's going on in Georgia today. მაშფოთებს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და ის, რომ რუსეთი ცდილობს მასზე გავლენა იქონიოს. გააკონტროლოს არჩევნების შედეგები. გულწრფელად გითხრათ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული უზარმაზარი ძალისხმევის შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს კონტროლის დაბრუნებას. ამას ის არა მარტო საქართველოში, არამედ მოლდოვაშიც აკეთებს და უკრაინაში ომიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. დასავლეთში გაკეთებული მწვავე განცხადებების პარალელურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავისი პირვანდელი განცხადების შემდეგ ამტკიცებს, რომ მას არ უთქვამს თითქოს ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მართველი გუნდი ამბობს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათივე განმარტებით არის ის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ შანტაჟი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის საკითხით. თბილისში მიმდინარე აქციებზე დემონსტრანტთა მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევენი ფარკასი ამბობს, რომ ამას შესაძლოა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები დასჭირდეს და მაგალითად მოჰყავს უკრაინის მაიდანი. მაიდანზე მაშინ მოვლენებში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო და დაეხმარა უკრაინელთა მოლაპარაკებას გარდამავალი მთავრობის შექმნის თაობაზე. შესაძლოა ეს იყოს ის, რაც საქართველოშიც უნდა მოხდეს. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნა სურთ, მაგრამ იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს ისევე როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კარგი იდეა იქნებოდა გარდამავალი მთავრობის შექმნა. ამიტომაც ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვშიშობ მეტი სისხლისღვრა მოხდება. საქართველოს მთავრობა გამოთქვამს იმედს, რომ 20 იანვრიდან მას შემდეგ, რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს პოსტს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. თუმცა ამერიკის ხმასთან საუბარში შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი დენ ფრიდი ამბობს, რომ ყველაფერს საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენები გადაწყვეტს. ყველაფერი ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში. ამერიკამ უკვე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა. თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეპრესიებს და ბელარუსის სცენარის განვითარებას, მაშინ რა თქმა უნდა ამას შედეგები მოჰყვება. საქართველო იქნება იზოლირებული თავისი პროდემოკრატიული პარტნიორების, ევროპისა და ამერიკისგან და რუსეთზე დამოკიდებული გახდება. ეს საქართველოს სუვერენიტეტს დაასუსტებს და ეს გადაწყვეტილება უკვე საქართველოს მთავრობის მისაღებია. მაგრამ შეუძლებელია, რომ მათ საკუთარ ხალხზე რეპრესიები განახორციელონ. მათ შეიძალადონ და ეს ამერიკასთან ურთიერთობაზე არ აისახოს.
ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო პროევროპული აქციები გრძელდება. ხელისუფლება მათ საპოლიციო ძალებით უპირისპირდება და არბევს. დააკავეს 400-ზე მეტი დემონსტრანტი. ბევრი ამბობს, რომ მათ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ათეულობით დაშავებულია, მათ შორის ბევრი მედიის წარმომადგენელიც, რომლებიც მიტინგებზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზომების მიღება იგეგმება ევროკავშირშიც. ორშაბათს 16 დეკემბერს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ საქართველოს საკითხის განხილვას. ისინი იმსჯელებენ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნაზე და დამატებით ზომებზე, მათ შორის სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე.